ძალიან სწრაფად იმ ეფექტების და ფუნქციების შესახებ, რასაც Ableton-ის ახალ ვერსიაში შეხვდებით. ბრაუზერში ჩაშენებულ Splice-ზე ერთ-ერთ ვიდეოში უკვე ვილაპარაკე. ასევე, ახალ ვერსიაში შეგიძლია ტრეკი დაშალო მარტივ მომრავლებად. შეგიძლია აუდიო ან MIDI არხი, ან საერთოდ გრუპი, გარდაქმნა ახალ აუდიო ინფორმაციად. Ableton-ში არსებულ ყველა აუდიო ეფექტს და ინსტრუმენტს, რამრექის გარდა, დაემატა AB ფუნქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია არხზე გქონდეს ერთი ეფექტის ორი განსხვავებული კონფიგურაცია. შემდეგ კი, კონტექსტური მენიუს დახმარებით, ან შორტკათით Shift-P, შეძლებს შეადარო და აერჩიო კონფიგურაციის შენთვის სასურველი ვარიანტი. Piano Rolls დაემატა ფუნქციები ნოტების სხვადასხვა პრინციპით გასაფილტრად. ერთი შეხედვით მთელი ეს ჩაუნათვალი უსარგებლოს გავს, მაგრამ დიდ დროს დაგიზოგავს თუ პროექტებში MIDI-ს აქტიურად იყენებ. ან იმ შემთხვევაში, თუ MIDI ინფორმაციას MIDI მოწყობილობების დახმარებით წერს. შეგიძლია ჩანაწერში მონიშნო მხოლოდ კონკრეტული აკორდები, ან მხოლოდ კონკრეტული სიგრძის ნოტები და ასე შემდეგ. განახლდა ორი აუდიო ეფექტი, AutoPen და AutoFilter. გარდა იმისა, რომ ორივე ეფექტში გაუმჯობესდა ვიზუალური მხარე, გაიზარდა მათი ფუნქციონალიც. მაგალითად, AutoPen-ს დაემატა ტრემოლო, რომელიც ამ შემთხვევაში შესული სიგნალის სიმძლავრის ცვლილებას მოახდენს. ადამიანური ენით რომ ვთქვათ, ხმას აუწევს და დაუწევს გარკვეული პერიოდულობით. ამიტომ, თუ Transgate-ის მსგავსი ეფექტების მიღება გინდა, AutoPen-ის ფაზის ნულზე დაყენება აღარ მოგიწევს. რაც შეეხება AutoFilters, გაიზარდა ფილტრის ტიპების რაოდენობა. ასევე დაემატა soft clip-ის და oversampling-ის გამოყენების შესაძლებლობა. და გაუმჯობესდა LFO-ს ფუნქციონალი.